მოგესალმებით. დღეს არის ჩემი პირველი ვიდეო და დღეს მივდივართ ესპანეთში. ყოფებით ქუთაისის აეროპორტში და ველოდებით ჩასხდომას. აი სასტუმროში დავხვდა ესეთი გასართობები. შევედეთ კაფეში, სადაც დავხვდა პინბოლი და გადავწყვიტე რომ გავისწრო. და აგერ ხასმალებაში და რა თქმა უნდა ავიღებ რომელი არის ჩემს საყვარელი რაიმე მიყვარს, მაგრამ არ ვიცი რომელი არის. მეგობრებო, ეს არის ვასკო და გამას ხიდი. ის არის 17 კილომეტრზე გრძელი, რაც მას ხდის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ხიდად მთელს ევროპაში. ახლა მივდივართ საუზმეზე და აქაურობას ბოლო არ უჩანს. თუ კი ოდესმე ვიპოვით ბოლოს, საუზმეს წაგიყვანთ. მეგობრებო, ისევ ლისაბონში ვართ და დღეს შემოვიდეთ ჩემს საყვარელ რესტორანში მაკდონალდსში. და 5 ევრო და 80 ცენტად მოგვივიდა აი ესეთი ბურგერი. საუზმეა ეს. პენკეიკები და შოკოლადის რძე. ძალიან კაი საუზმეა, მე მეკითხავთ. მე მომწონს. გეგმა იყო სინტრას ციხესიმაგრის მონახულება, მაგრამ საშინელი წვიმისა და საშინელი საცობების გამო ვეღარ წავედით სინტრაზე. აი უბრალოდ შეხედეთ როგორი საშინელი ამინდია, მაგრამ სასწაული გითხრათ რა არის, შეიძლება 2 წუთში მზე გამოვიდეს და ისე 2 წუთში უფრო გაწვიმდეს. მანქანა დატოვებული გვყავდა და ფეხით გადაწამოსვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ამ საშინელი ამინდის გამო ტუკ-ტუკის დაქირავების გარდა სხვა გზა აღარ აღმოგვაჩნდა. Can you see it? Yes. Yes? Thank you. Yes. That you just pull a little. Yes? მოვედით ლისაბონისა და ევროპის უდიდეს მოედანზე და თან მოყვას ისარტყელას და მზეც. ლისაბონიდან პორტუში დავიძარით და უბრალოდ ნახეთ როგორი მანქანა ვიპოვე, მაკლარენი. ნეტა ოდესმე ასეთი მანქანა მქონდეს. მოისალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით და ახლა ვიმყოფებით ყველაზე ლამაზ მაკდონალდსში მთელ მსოფლიოში. ახლა შევიდეთ შიგნით და ნახავთ როგორი Vamos a llegar más o menos.
ამოვაჩენთ ესეთი ტყუილების მაღაზია. მე მგონი აქ ჩემს საყვარელი გვირები არიან და მოდი შევიდეთ. მეგობრებო, ვივახშმე, შევჭამე ბევრი, აღარაფის თავაღან მქონდა და შევშველო დამაძალე სპორტუში გასეირნება. მე მგონი მეტყობა რა დაღლილი ვარ. მეგობრებო, იცოდით, პორტუში არის ბიბლიოთეკა, რომელშიც ჰარი პოტერის სცენებია გადაღებული და ამის გამო ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის რომ მოინახულოთ. ნახეთ, რამხელარი გია უბრალოდ. თუ გადაწყვეტავთ რომ მესტუმროთ, ბილეთები შეიძინეთ ონლაინ. მე ვიყიდე ფილოსოფიური ქვა, პირველი ნაწილი, მართლაც ზღაპრული გარემოა. დიდი რეკომენდაცია ჩემგან. მაკდონალდში, რომელში და ამაში მესამეში. ნაყინი და ფრი. გორილა. აქ მოსასვლად გადავლახეთ დომ ლუიშის ხიდი. შეხედეთ უბრალოდ რა მაგარი ხედებია. დისკის საყიდლად მივიდოდით სარაგოსაში და გზაში მოვინახულეთ ბილბაო. არის მეგობრებო, ვიშოვე ჩემი საოცნებო დისკი, რომელიც საქართველოში ვერსად ვერ ვიპოვეთ. აქ უკვე ვართ ბარსელონაში და პირველ რამე რაც გავაკეთეთ იყო გავდის პარკის მონახულება. ოღონდ გაითვალისწინეთ, ბილეთები ონლაინ უნდა შეიძინოთ. ძალიან ძვირია რაღაცები, მაგრამ არა უშავს ასე ფასონი ძესტილი ვარ და საერთოდ არავინ არ უყურებს, სასმელი არ შემიძლია და ამას ჩამოვასწრებ. ახლა მოვიტანე საჭმელს და დაგიბრუნდებით. განახებთ როგორი საჭმელებია. დაგიბრუნდით. ესა ჩვენი შეგვედა მოვიდა შეხედეთ ჩემი ჩიზბურგერი. ესა ნორმალური ჩიზბურგერი აქ. ძალიან დიდი ვარდი ჩემი საჭია, მაგრამ ერთია. დაგიბრუნდით საქართველოს აეროპორტიდან. დაბრუნდა ჩვენი მოგზაურობა ესპანეთში და ახლა ღამის 4 საათია და სახში უნდა გავიწიოთ და რა ვინახვანდის და დაელოდეთ ჩემს ვიდეოს. თუ გიგინათ რომ ბევრი ასეთი იყოლოთ, დამილაიქეთ და დამისუბსკრაიბეთ. კარგით, წარმატებები. პრაიმა მომწამდა, ამიტომაც მოგიწევს გავაქციო.